2026 ეს მერწყულები ვნახოთ ზოგად მიმოხილვაში და რა გვაქვს აქ. წლის დევიზი საკმარისია რუტინა. მერწყული რუტინაში ჩათვალეთ თევზი წყლის გარეშე არის. 2025 რთული წელი იყო მერწყულებისთვის. გაურკვევლობა, შინაგანი შფოთები, აზარტისა და ადრენალინის ნაკლებობა. 2026 თქვენთვის ტერიტორიული ცვლილებებია, განსაკუთრებით უცხო ქვეყნებში გადაადგილება, რაც თავისთავად რაღაც ახალს ნიშნავს, ვიღაც ახალს ნიშნავს. გზა და გზა შეერთებული და შეგროვებული სასიამოვნო მომენტებით. სასიამოვნო მომენტებით იქნება ახსავსე, რაც მერე ლამაზ მოგონებებში გადაინაცვლებს. ვალების დაფარვა სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც. ქონების ყიდვა-გაყიდვა. წარმატებული გარიგებებით, რაც ასევე დიდი შესაძლებლობებია დაიწყოთ სურვილების შესრულება საკუთარი თავისთვის. წლის მეორე ნახევარი დინამიური იქნება ურთიერთობებში განსაკუთრებით, მთავარი არ გადახვიდეთ თვითგვემაში. ეს არ არის თქვენი სტილი. ყველაფერი უცხოს დაგემონება იქნება თქვენი ძლიერი ინტერესი და რა თქმა უნდა აქ საჭმელს ნამდვილად არ გულისხმობ. იმიჯის შეცვლა, ბევრი თქვენთაგანი რადიკალურად შეიცვლის ვიზუალს. რუტინა გადაიქცევა ბობოქარ ემოციებად, განსაკუთრებით პირად სივრცეში, რაც მე ვფიქრობ ძალიან გჭირდებათ თქვენ განსაკუთრებით. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობები ნამდვილად გაქვთ, უბრალოდ რაღაც უნდა დაიწყოთ და გაიტანოთ ბოლომდე. წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებ.